გამარჯობათ. გახსენებაში ამოვიდა ჩემი ძველი ვიდეო ჟამნი ბოროტი. ალმოციკული წერს ტიმოთეს, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება ჟამნი ბოროტი. ამ ვიდეოს თავიდან გაზიარებას გადავწყვიტე, რომ მოკლედ ჩავწერო, მოკლედ თქვა ამაზე, მნიშვნელოვანი აზრები, ასე ვთქვათ. დღეს დგას ეს პერიოდი, გარდა იმისა, რომ არსებობს გარეგნულად ჩვენ ხედავთ ომებს, ვთქვათ, კატასტროფებს, სხვადასხვა ტიპის გლობალურ კატასტროფებს, ხო, ეს შეიძლება ვირუსის გავრცელება, შეიძლება სხვა რამე პრობლემა იყოს, ომები, საშიშროება ატომური ომისა, ასეთი არასდროს არ ყოფილა. აპოკალიფსის მეოთხე მხედარი, რომელსაც უჭერავს გრძელი მახვილი, ეს არის სიმბოლო ძლიერი იარაღისა, ამაზე ვისაუბრე და მომავალშიც ვისაუბრებ ალბათ. გარდა ამისა, არსებობს ფარული ომი, რომელიც თვალით არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან მშვიდ გარემოში იყო კომფორტულად სასიამოვნო, ადროს ბოლო ჟამია შეიძლება თქვა კაცო. ხო, მეორე მხრივ კიდევ, სწორი დამოკიდებულება რა არის? ერთი არასწორი დამოკიდებულება რა არის? ჯერ ესა, რომ საერთოდ გულგრილად მოეკიდო ამ თემას. სხვათა შორის ამის საშიშროება არსებობს, მაცხოვარი ამბობს ერთ ადგილზე მათ ესახარებაში, რომ როგორც ნოეს წარღვნის დროს იყო, ჭამდნენ, სვამდნენ, ქორწინდებოდნენ და არ უგდებდნენ ნოეს ყურს და ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ და უცებ დაატყვათ ეს წარღვნა თავზე, ხო? ესეც ბოლო ჟამსაც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამისთვისაც დამახასიათებელი იქნება ეს ჩვეულებრივი ყოფა. მაგრამ ეს ფარული ომი, ჯერ გარეგნული ომი ჩვენ ხედავთ როგორ რაც ჩამოვთვალე უკვე ხო, მაგრამ ფარული ომის სულიერი ხწნა და დეგრადაცია. მსოფლიო დაყოფილია სამ ნაწილად, ასე ვთქვათ. სოდომ გომორი არ ნიშნავს მხოლოდ მორალური ხწნის სიმბოლოს. სოდომ გომორი ეს ორი ქალაქი ძალიან მდიდარი ქალაქები იყო და სიმდიდრის თაყვანისმცემლობა მიდიოდა იქ, მამონის თაყვანისმცემლობა. ანუ სოდომ გომორი როგორც მორალური გადაგვარება, ასევე სიმდიდრის თაყვანისმცემლობა, მატერიალიზმის იქით ადამიანი რო ვერ ხედავს ვერაფერს უკვე. ძალა და ფული, ასე ვთქვათ, რომ ეს განსაზღვრავს მისთვის ყველაფერს. ეს განსაზღვრავს სიმართლეს, სამართალს, ძალა და ფული, გესმით? ხო, მეორე ნაწილი ეს არის ბაბილონი. დიდი ბაბილონი, მეძავთა ქალაქი, დიდი მეძავი. იონე ღვთისმეტყველი ამბობს გამოცხადების მე-18 თავში, ყოველგვარი სიბილწის დედა, თავშესაფარი. ეს არის გაყალბებული ჭეშმარიტება, ჭეშმარიტების სიმბოლო. და მართლაც ამის შემწეც ვართ ჩვენ, რომ ქრისტეს სახელი გააყალბეს მთლიანად. ქრისტიანობა მასობრივად არის გაყალბებული. ამაზე საუბრობს უფალი, ამბობს, რომ ყველა ვინც მეტყვის უფალო ყველა ვერ შევა ცათასას უფლებაში, არამედ ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. მე მათ ვეტყვი, გამშორდით ურჯულების მოქმედნე. და კიდევ მსგავსი აზრები წერია სახარებაში. გაყალბებული ჭეშმარიტება და მესამე ეს არის წარმართული სამყარო ეგვიპტე, ან ძველი ეგვიპტე. სიმბოლო, დღევანდელი სიმბოლო წარმართული აზროვნებისა. დიახ. და ამას ყველაფერს ემატება კომერციული ბოროტებაც. ჩვენ შევესწარით რამდენჯერმე და მარტო საქართველოში არ ხდება ეს, როცა პროდუქტებს მაღაზიაში აცდებს უმრავლესობა მოწამლულია ფაქტიურად. ხილბოსტანი სავსე არის ნიტრატებით, ხო, ამის შემსწრეთვა. დღეს კიდევ ნახე ვიდეოს მერე გავაზიარებ ჭიქა ეს ყავის ჭიქები რომ არის ქაღალდის გარეთ რო ვსვავთ ჩვენ.
შიგნით ყოფილა პოლიეთილენი და მეც მოვიძიე შევიძინე ჭიქა და მეც გავაკეთე დაასველებ გადაფხიკავ და პარკია შიგნით პოლიეთილენის პარკია და თუ ჩვეულებრივ წყალს დალეო აი იმის სითხეს ის არ არის საშიში მაგრამ როცა ცხელ ყავას ცხელ შოკოლადს ვასხავთ შიგნით კაპუჩინოს და ასეთ რამეს ეს პოლიეთილენი იწყებს უკვე მოქმედებას და ამ სითხეში შეედინება ასე ვთქვათ გალღობას იწყებს ეს ნივთიერებები პოლიეთილენში რაც შედის ის იწყებს ამ სითხეში შესვლას და ფაქტიურად ჩვენ როცა ამ კარდონის ჭიქებით ვითომ გარედან რო ესეთი ჩანს გარეთ ყავას ვსვავთ პატარ-პატარა დოზებით ღებულობთ საწავლავს რომელიც ჰორმონალურ ემაზე მოქმედებს ბალანსზე და ონკოლოგიას იწვევს. და ეს არ შეჩერდება ეს პროცესი. არავინ იფიქროს, რომ რახანეს ადამიანები უკვე ხვდებით, რომ კომერსანტები, კომერციული წარმოებლები უკვე გადასული არიან იაფად და მასიურად გამოუშან პროდუქცია და გამდიდრდნენ ამაზე და არაფრად აგდებენ მომხმარებლის ჯანმრთელობას, ხო? ეს არ შეჩერდება. ეს პროცესი მთელ მსოფლიოშია და მარტო საქართველოში არ არის. აი ეს ერთ-ერთი ფარული ომი კიდე, აი როგორც ვირუსი არა ჩანს, ხო გვახსოვს ჩვენ გავიარეთ კოვიდის საშიშროება. და ჩვეულებრივია ესეთი ზაფხულიც იყო. ჩვენ გვეგონა თავიდან რომ აი ზაფხულში ვირუსი მოკვდება და რაღაცა ეს ხელოვნური ვირუსი იყო, ხო, ლაბორატორიული. და ეს ფარული სიკვდილი უხილავი, ხო, ის ვირუსმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. აი ასეთივე ფარული საშიშროება, სასიკვდილო საფრთხე არის ზუსტად აი ბაზრებში და მაღაზიებში. დიახ. ვისაც არ ჯერავს. აი ორგვარი დამოკიდებულება დავასრულო აზრი. ორგვარი დამოკიდებულება, ერთნი რაღაცა ფილოსოფიურად ლაპარაკობენ ამ მაცხოვრის მეორედ მოსვლაზე და არ ჯერავთ. და არიან რელიგიური ადამიანებიც, რომელსაც არ ჯერავთ მათაც ეს. ხო, ანუ როცა რამე კატასტროფა ხდება, მაშინ იწყება ლაპარაკი, ისიც არაადეკვატური შეფასებები. ხო. და მეორე არ შეიძლება სექტანტური დამოკიდებულება, ანუ არის ხოლმე რომ სექტის რაღაცა ჯგუფები რაღაც გამოქვაბულში იწყებენ ცხოვრებას, რომ ასე გადაერჩინონ თავი. ასეთი დამოკიდებულება არ არის საჭირო. სადაც მოგვიჩინა ღმერთმა, იქ უნდა ვიცხოვროთ. რა დროცა გვაქვს ჩვენი სიცოცხლე განსაზღვრული. ისე ვიცხოვროთ, რომ ტაძარი ავაშენოთ საკუთარ სულში. კელია და ამ წუთისოფლისაგან განდგომა საკუთარ სულში უნდა ავაშენოთ ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ იცხოვრო აი ესეთ ბოლო ჟამს, ასეთ საზარელ ჟამს ჯვარცმის ტოლფასია ფაქტიურად პატიოსნად ცხოვრება და სიმართლით ცხოვრება და იცოდე რომ ჯვარცმა ველოდება ყველას, ვინც გადავწყვიტავთ, რომ ვიცხოვროთ სწორად. ქრისტიანულად ცხოვრება კიდე ეს არ არის თვალსაჩინო რაღაცა ქრისტიანული ცხოვრება ეს ადამიანის სულში არის მოღვაწეობა, სადაც შენ წინააღმდეგობას უწევ შენს ეგოიზმს, შენს ეგოისტურ სურვილებს და არ ემორჩილები აი ამ წუთისოფლის სულს, აი მამონის და ძალაუფლების სულს. დიახ, აი ესე მოკლედ მინდოდა ეს შეგვეხსენებინა, შევფხიზლდეთ. არ შეგვიყვანოს შეცდომაში, გარეგნულმა სიმშვიდემ თუ რაც ხდება აი ახაც მე ჩვენი პარკში ვიმყოფები და არ შეგვიყვანოს ამას შეცდომაში და როგორც უკვე ვთქვი, ვეცადოთ რომ ეს ტაძარი სულისა წმიდისა ავაშენოთ საკუთარ სულში, იმით რომ ღვთის მორჩილები ვიყოთ. და გვიფაროს ღმერთმა გაგვაძლიეროს. ძალიან მჭირდება ჩვენ ეს ადამიანური ძალისხმევით ჩვენ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ აი ამ წუთისოფლის სულს, ანუ ძალის და სიმდიდრის ძალაუფლებას.